აგზელებს მეგობრებო, საუბარს დაფარულ მთავრობაზე რეალურად ვინ მართავს, მსოფლიოს ვინ მართავს, ცოტა ხმა მაღალი ნათქვამია, ვინ ცდილობს რომ მართოს, მოდი ასე ვთქვა და ამჟამ აქამდე ბევრი რამე რაც ჩაიფიქრეს, გააკეთეს, ყველაფერი არ გამოუვიდათ. ეს იმედის მომცემი არავის ეგონოს, რომ აი ამას ეძახიან შავი აბიო, ანუ შავი აბიდალიაო. ანუ ხوارზობს წითელი აბი, რომელიც რეალობას გეუბნება, უბრალოდ შავი აბი ნიშნავს, რომ უიმედო რეალობაა. არა ბატონო ჩემო, არანაირი უიმედო რეალობა არ არის. დაახლოებით 60% არ გამოსდით ამ ხალხს, 40-50%-მდე გამოუვიდათ. ძალიან გაეწელათ რაღაცეები, ელიტები რო გამოდიან და ანუ არ არის დაფარული რომ არ გამჟღავდეს რა. ანუ მჟღავდება ეს გეგმები, მე გადაწყობა უწევთ ამ ხალხს რაღაცა კიტიკით თამაში და აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე ვსაუბრობ, არის სწორედ ის, რომ გავრცელდეს ეს ინფორმაცია, რომ იცოდნენ რეალურად სინამდვილეში რა ხდება სამყაროში, ხო? და არავინ დალიოს შავი აბი, მხოლოდ წითელი. მაშინ ასე მეგობრებო, ჩვენ შეგპირდით, რომ ვისაუბრებდით CFR-ზე, ანუ Council on Foreign Relations-ზე და ამას ეძახდნენ ასევე მორგანის ახალ სახლს. ანუ მორგანი ხო გახსოვთ JP მორგანი ვინ არის, ხო? და ზოგადად მორგანები ბევრი იყვნენ, ხო? ანუ JP ვიცი ჩვენ თორე. ამ სახლმა, მორგანის სახლი კიდევ დაარსა მისი გადმოსაყიდან ახალი სახლი. სწორედ ეს ახალი სახლი არის CFR-ი. აი ჯეფრი საქსები და ეგენი სადაც მუშაობენ და სადაც წევრებიც არიან. არის მორგანის ხალხი. მოდი გავიცნოთ CFR-ის ჩამოყალიბების ისტორია. აგერ არის ბატონო ჩემო და აგერ 1921 წელს მთავრდება. As the House of Morgan thanks to its ongoing ties to the House of Rothschild, took the lead in the creation of the Federal Reserve, the Pilgrim Society, and American Round Table. It also spearheaded the formation of the Council on Foreign Relations. ნახეთ მეგობრებო, ანუ ძირთად ბრიტანეთს ვსაუბრობდით და ამერიკაში გვახსოვს, რომ პილიგრიმების საზოგადოებაა ჩამოყალიბებული და CFR-ზეც გვაქვს წარმოდგენა. თუმცა მორგანის და აი ამ როთშილდების აი ამ ასე ვთქვათ ადამიანებმა ჩამოყალიბეს ფედერალური რეზერვი, ხო გახსოვთ რამდენი ვისაუბრეთ? ფედერალური რეზერვი მორგანის და ამ ხალხის ჩამოყალიბებულია, ვიცით, ვორბურგის შიფის და ამ ხალხის. ჩამოყალიბეს პილიგრიმების საზოგადოება, ჩამოყალიბეს ამერიკული მრგვალი მაგი და მეგობრებო, ნახეთ, იქ ხო არის მრგვალი მაგი და რომელმაც ჩატემ ჰაუსს ჩამოყალიბა. ამერიკა ჩამოყალიბეს მრგვალი მაგი და უკვე ამერიკული, რომელმაც ასე ვთქვათ, ანუ კარგად მინდა წარმოიდგინოთ, ეს არის საგარეო მიმართულებას არ ეხება მხოლოდ. ანუ ეს მრგვალი მაგი და ჩვენ რო საუბრობთ ჩატემ ჰაუსზე, CFR-ზე, Institute for Foreign Affairs და ასე შემდეგ, ესენი სულ foreign არის, საგარეოა. მაგრამ round table-ი საშინაოსაც მუშაობს. ანუ round table-ი როგორც ამერიკული, ისე ბრიტანული არის მთავარი ორგანიზაციები. აი სუში და ორგანიზაციები. მათ მართავენ ბანკირები. აი ეს როთშილდები, მორგანები, ესენი რა ვორბურგები, შიფები, ესენი რა ქვია, როკფელერები, ხო, ეს კარნეგი და ასე და სხვადასხვა სფეროებში. მაგალითად კარნეგი ხა გადაუხვიე ცოტა. კარნეგის განათლების როკფელერი ბევრ ადგილას, ბევრი მიმართულებით, მაგრამ კარნეგი ძირითადად ტვინის რეცხვის მიმართულებით მუშაობდა. ანუ საგანმანათლებლო სიგიჟე ანდრიუ კარნეგის გაკეთებულია მსოფლიოში ხალხო. იმიტომ ამბობ, აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩატემ ჰაუსზე, CFR-ზე და ამაზე, ესენი საგარეო პოლიტიკას ეხება. მაგრამ ამერიკის და ბრიტანეთის იმპერიის და ანგლოსაქსური იმპერიის შიდა საქმეებში სხვა ხალხი იყო დაკავებული. აი, როგორც არის მაგალითად ანდრიუ კარნეგი. იყო და სხვა ძალიან აქებს მიმოწერაში კარნეგის როკფელერი ძალიან აქებს საერთოდ კარნეგი ისიც კი შექმნა, რა ქვია, რამოდენიმე სასამართლო დაარსა, აი ჰააგის სასამართლო კარნეგის გაკეთებულია ხალხო. ეს რო იცოდეთ, მაინც გადაუხვი ახლა წამიღო სხვა მიმართულებით. ანუ და იგივე ჰაუსი გავაგრძელოთ. მორგანმაო, იგივეო ჰაუს მორგანმა spearheaded the formation of the Council of the Foreign Relations. Spearheaded არის ინიციატივით გამოვიდა. ანუ მორგანის სახლი გამოვიდა ინიციატივით, რომ CFR-იც 1921 წლის 29 ივლისს ჩამოყალიბდა სწორედ და
ამას გვაცნობებს ჯეიმს პერლოფი The Shadow of the Power, the Council on Foreign Relations, American Decline. James Perlofi, პროფესორი James Perlofi, ალბათ საოცარი კვლევების პატრონი, დოკუმენტური და ეს ადამიანი ძალიან აქტიურად მოღვაწეობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის მოეწოდებინა ეს ინფორმაცია. John Davis, the first president of the organization, was one of Morgan's private debtors. ნახეთ ახლა მეგობრებო, ვინები ინიშნებიან ამ და საერთოდ ვინები არიან ამ CFR-ის ხელმძღვანელები. პირველი ხელმძღვანელი იყო პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის იყო ჯონ დეივისი. თითქოს არაფერს არ გვეუბნება. ეს კაცი იყო one of Morgan's private attorneys. ანუ მორგანის ადვოკატი იყო ეს კაცი. მეორე იყო Paul Cravat, the vice president. ანუ ამ კაცის მოადგილე, ან Paul Davis, ამ John Davis-ის მოადგილე, სახელად Paul Cravati, ვიცე-პრეზიდენტი, ანუ headed the law firm that protected Morgan's business interests. ანუ მორგანის ბიზნეს ინტერესების დამცველი კომპანიის დირექტორი იყო, ხალხო CFR-ის დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტის მოადგილე. პრეზიდენტი ხო პირადი ის იყო, რა ქვია, ადვოკატი იყო. აი კომპანია, ვინც ინტერესებს იცავდა მორგანისას, იმის ხელმძღვანელი იყო მისი მოადგილე. გავაგრძელოთ. Russell Levingwell, who became the first chairman, was one of Morgan's banking business partners. ანუ სულ მორგანების, აღარ გავაგრძელებ, არ მინდა რომ გავაგრძელო. მორგანის ის იყო 1, 2, 3. Edwin Gay was the president of New York Post-ის. New York Post-ის. პრეზიდენტი Edwin Gay, რომელიც ეკუთვნოდა მორგანის კომპანიას. ანუ მორგანი ფლობს გაზეთებს, ძირფასო მეგობრებო. Hamilton Fish Armstrong, ანუ ეს კიდევ ერთი ადამიანი, another employee of the Post, ანუ ამ გაზეთის კიდევ ერთი, ანუ მორგანი ფლობს გაზეთს, რომლის ხელმძღვანელიც ინიშნება წამყვან თანამდებობაზე იქ, ასევე ამ გაზეთის სხვა წარმომადგენლები became the first editor of Foreign Affairs. Council on Foreign Relations უშვებს გაზეთს Foreign Affairs. არაერთხელ გაგიგონიათ, ვინც აზრზე ხართ საერთოდ სამყაროში რა ხდება. Foreign Affairs არის მორგანის და Council on Foreign Relations, ანუ Deep State-ის გაზეთია, ხალხო ხვდებით? აი Deep State-ის ერთ-ერთი ფრონტის Council on Foreign Relations-ის გაზეთია, ძვირფასო მეგობრებო. CFR-ს monthly publication, ანუ ეს არის ყოველთვიური გაზეთი CFR-ის. შემდეგი არის Elihu Root, another of Morgan's private attorneys, was the named honorary president. ანუ კიდევ ერთი ადამიანი ამასთან მორგანის ერთ-ერთი ადვოკატი CFR-ის honorary president-ი გახდა. და კიდევ ბევრი, აი ძალიან ბევრი. აქეთ არის many of the founders also possessed the strong ties to the Carnegie and Rockefeller foundations, with provided the funding for the organization headquarters at 58. ანუ მორგანი და კარნეგი აფინანსებდნენ New York-ში ამ ქუჩაზე 58 East 68th Street, ესე ქვია, the property known as Pratt House. Pratt House ერქვა, იმას ხო Chatham House-ი ქვია, ამას ასევე Pratt House-ას ეძახიან. ეხლა ძალიან საინტერესო, ხო საინტერესო აქამდე და ეხლა ნახე რა, ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. John Foster Dulles. John Foster Dulles. აი, Allen Dulles ხო იცით, აი მაგის უფროსი ძმა Allen Dulles ხო იცით კაცო. აი, ძმა ყავდა მაგას John Foster Dulles. რომელიც იმის ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. Eisenhower-ის დროს, ანუ Eisenhower-ის დროს. ვინ იყო იცით ეს John Foster Dulles? ეს იყო მორგანის ადვოკატი. და კარნეგის foundation-ის პრეზიდენტი. ანუ აი
ჯონ ფოსტერ დალასი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ამერიკის, ანუ State Department-ის ხელმძღვანელი ხდება, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეიზენჰაუერის დროს, არის მორგანის ძმაკაცი, მორგანის და იმის, რა ქვია, კარნეგის განუყოფელი მეგობარი, რა. არა კორუფცია და რა deep state-ი ეს უნები კაცო. იქ არჩევით ხდება ყველაფერი. ხო, და თან ხო, აგერე Carnegie Foundation International Peace. His wife არის ცოლი, ანუ ის რა ქვია, ჯონ ფოსტერ დალესის ცოლი, ჯანეტ პომეროი ავერი, ასე ერქვა, ნუ ჟანეტა ერქვა, was the first cousin of the John Rockefeller. ანუ ჯონ როკფელერის ის იყო cousin როგორ დიშვილია თუ რაღაც ბიძაშვილი, ხო? რაღაც. ხო, ბიძაშვილი იყო. ანუ ბიძაშვილი იყო. And Standard Oil was one of Dulles' most important clients. და ჯონ დალესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადვოკატი იყო, როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვანი კლიენტი იყო როკფელერების განთქმული Standard Oil. ცნობილი Standard Oil. ანუ აი როგორ ვთქვა, აი თუ შეიძლება ნეპოტიზმი და არა დემოკრატიულობას, რამე კლასიკური ყოვლის მომცველი განმარტება მოუძებნოთ, აგერ ვკითხულობთ ახლა ჩვენ. In later life, he would become Secretary of State under President Dwight Yes. Okay? ხდება, როგორც აღნიშნეთ უკვე, საგარეო საქმეთა მინისტრი ეიზენჰაუერის დროს, while his younger brother Allen, აგერ არის ალენ დალესზე მოვედით, ცნობილი და ლეგენდარული ალენ დალესი, also the CFR founding member, Deep State's founding member, and Morgan lawyer would become the director of the CIA. ანუ მორგანის კიდევ ერთი ადვოკატი, ალენ დალესი ხდება CIA-ის დირექტორი. ანუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. ამას გვატყობინებს ისევ ბატონი ჩვენთვის უკვე ცნობილი პროფესორ ჯეიმს პერლოფი. ვისაც აინტერესებს, აიკითხოს ეს მართლა მაგარი წიგნია და აქ ახლა როგორ არის ვიღაცამ შეიძლება თქოს რომ ვინ არის ჯეიმს პერლოფი, რა ქვია, რა იცის მაგან, იქნება იტყუება ან რა იგონებს რაღაცებს. ბიჭო, ეს ჯეიმს პერლოფი ჯერ ეგერთი არის პროფესორი. ეგერთი. მეორე. სულ არავინ არ იყოს, ეგრე არის საზღვრება სიმართლე. სიმართლე ისაზღვრება დოკუმენტებით. აი, როდესაც ჯეიმს პერლოფის მაგ წიგნს აიკითხავთ, მან არის სავსე წერილებით, მიმოწერებით, დოკუმენტებით, გადარიცხვებით, გადმორიცხვებით. თვით, ანუ დოკუმენტები წვითავს სიმართლეს და არა ვიღაცის მოსაზრება. თუ მოსაზრება ეყრდნობა დოკუმენტებს, ეს მოსაზრება არის ღირებული. Another founder was Paul Warburg. ანუ Paul Warburg-ი გახსოვთ ხო, ის ფედერალური რეზერვის დამაარსებელი, ერთ-ერთი founding father of the Federal Reserve, ასევე იყო CFR-ის დამაარსებელი მამა. Warburg now served as a chairman of the International Acceptance Bank, which he had organized to promote the post-war reconstruction of Europe with the Rothschilds. ანუ Warburg-ი ასევე ბანკირები არიან Rothschild-თან ერთად, თუ აგერ წერიან. ამას იგივე თემაზე სხვა ისტორიკოსი მირა უილიამსი გვაცნობს თავის ძალიან მაგარ წიგნში, რომელიც რა ვიცი, საერთოდ ამ ხელა წიგნებს ვინმე თუ საერთოდ წიგნებს არ მიკითხულობს, მაგრამ ამ ხელა წიგნებს როგორც არის რაღაც 1000 გვერდიანი წიგნია ეს კემბრიჯისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში გამოიცა. და ასევე ძალიან საინტერესო ვებგვერდია History of the Council on Foreign Relations, თვითონ გვეუბნებიან მეგობრებო, რომ მათი დამაარსებელი ბანკირი პოლ ვორბურგია და ასევე სხვა ბანკირები. მე მეტი ამ ეტაპზე არაფერი მაქვს სათქმელი, გავაგრძელებთ მომავალ შეხვედრაზე. დროებით.